როგორია გეგმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაში 29 დეკემბრის შემდეგ შეუდგება. ოპოზიცია ახალდარჩეულ პრეზიდენტს არ ცნობს, თავად სალომე ზურაბიშვილი კი არც თანამდებობის და არც სასახლის დატოვებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით შექმნილი ვითარებიდან ყველაზე რეალური გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამ აზრს იზიარებს თავად სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მმართველი გუნდი კვლავ კონსტიტუციას ახსენებს და მის განცხადებებს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებს. მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით, რომ ის არ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, იმიტომ კი არ არის ესეთი პოზიცია, რომ ის მიხეილ ყაველაშვილი, ეს ცალკე სატირის თემაა, რომ მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება განიხილოს ვინმე, მან განიხილა როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პოტენციური კანდიდატი. ამაზე არ არის საუბარი. ხალხი იმიტომ ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ არის მისი პრეზიდენტი, რომ მისი მთელი არჩევის პროცედურა დანიშნის, მოდი მე ესე ვიტყოდი, ასარჩევი არაფერი არ იყო, ერთი კანდიდატი იყო, ხო? მისი მთელი დანიშნის პროცედურა იყო ლეგიტიმურობის ფარგლებს მიღმა. ინაუგურაცია ეს ქართველი ხალხისთვის არ იქნება, ვინაიდან ყაველაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. არალეგიტიმური პრეზიდენტი მსოფლიოსთვის, ვინაიდან ვიცით, რომელმა სახელმწიფოებმა მიულოცეს მას ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად არჩევა. ქართველი ხალხისთვის ის არის არავინ. ოპოზიციისთვის არაფერი იცვლება, ვინაიდან პროტესტი გრძელდება და პროტესტს ხედავთ ყოველდღურად არის მრავალრიცხოვანი ისეთი, რომ ქართულ ოცნებასაც მოუწია აღიარება, რომ ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი. სალომე ზურაბიშვილიდან ას კლასტერი, რომ ერთ კლასტერში ერთიანდებიან და ისევ და ისევ ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, როგორც სხვა წარმომადგენლები, ამას უკვე დამტკიცებაც კი აღარ ჭირდება, იმდენად ცალსახა არის. ჩვევაში აქვს არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვევაში აქვს გადასული სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციის დარღვევა და კიდევ ერთხელ აპირებს, რომ დაარღვიოს და კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს მინიჭებული და ეს ყველაფერი სრულდება 29 დეკემბერს, მიზნად აქვს დასახული, რომ კიდევ ერთხელ შემოარღვიოს და ერთ რამეს ურჩევთ, თუ ასე ძალიან კარგად, თუ ასე ძალიან უნდა და ვერ ელევა პრეზიდენტის სავარძელს, ამ სავარძელს ვაჩუქებთ.